დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა გამოეხმაურებით იმ ცვლილებას, რომელიც ხეთყით უკანონო სარგებლობასთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით არსებული პასუხისგებლობა მკაცრდება და იცვლება მიდგომები, რაც იყო მანამდე. თემაზე სასაუბრო ჩვენ სტუდიაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს მაია ჩხუბაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსვენელებს. მადლობა სტუმრობისთვის. დოქტორ მაია, გითხარით რა ტიპის ცვლილებებია და იცვლება მხოლოდ თქვა დაჯარიმების ფორმაში, იცვლება საჯარიმო სანქციასთან დაკავშირებული ხეთყის, უკანონო ხეთყის რაოდენობა, იქნება რაოდენობის პროპორციული თუ მოკლედ როგორი ტიპის ცვლილებები არის უკანონო ხეთყის უკანონო ჭრისთან დაკავშირებით პასუხისგებლობის ცვლილების ნაწილში. დიახ. ძირითადად ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და თამდევი არის ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსი, სადაც მოხდა ტერმინოლოგიურად დაზუსტება და საკითხების გამიჯვნა. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების მთავარი მიზანი იყო ხეთყის უკანონო სარგებლობის შემცირება და რეაგირება როგორც ჭრაზე, ასევე ტრანსპორტირებაზე, ასევე გადამუშავებაზე და ამ რეაგირების პასუხისგებლობის ზომების გამკაცრება ერთ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში ახალი ნორმის შემოღება. ანუ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები როგორც სახერხის საამქროს რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა პასუხისგებლობის სანქციების გაზრდა. მეორე შემთხვევაში დაემატა ახალი მუხლი 287-2 პრიმა, რომელიც ეხება უკვე სახერხის საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხეთყის განთავსებაზე სანქციების დაწესებას, ანუ სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ზომების განსაზღვრას, ასევე მოხდა ცვლილება ხეთყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, კერძოდ 303 მუხლს დაემატა ახალი მუხლი ნაწილი, რომელიც ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეთყის ჭრაზე, როდესაც ზიანი 3000 ლარია და მეტი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის ზომის განსაზღვრას. ასეთ სიტუაციაში არის, რა თქმა უნდა, ჯარიმა და შესაბამისი თავისუფლების აღკვეთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე განისაზღვრა პასუხისგებლობის ზომა იურიდიული პირის მიმართ. და ასევე გამკაცრდა სანქციები ხეთყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებთან დაკავშირებით. ამ შესული ცვლილებებიდან გამოვყოფდი ახალ მუხლს 287-2 პრიმას, რომელიც უშუალოდ ეხება სახერხის საამქროში შეტანილი ხეთყის უკანონოდ მოპოვებულ ხეთყესთან მიმართებაში პასუხისგებლობის ზომის განსაზღვრას. პირველ შემთხვევაში თუ უკანონოდ მოპოვებული ხეთყით გარემოზე მიყენებული ზიანი 1000 ლარამდეა, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დადგება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ, ანუ ერთი წლის განმავლობაში თუ ადმინისტრაციულად დაჯარიმდა და შემდგომ გაიმეორა. მეორე შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოპოვებული ხეთყით გარემოზე მიყენებული ზიანი არის მნიშვნელოვანი, ანუ არის 1000 ლარი და მეტი, უპირობოდ პირველივე შემთხვევაში დგება სახერხის საამქროს მფლობელის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ზომა და ასევე თუ დიდი ოდენობით არის, მაგ შემთხვევაშიც არის გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები. ანუ ეს ცვლილება უკვე ავალდებულებს სახერხის მფლობელს, რომ როდესაც მასთან გასამზადებლად მოიტანენ მასალას, ხეთყეს, მან მოითხოვოს მისი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი? აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად დადგენილია, რომ სახერხის საამქროში არ უნდა მოხდეს ისეთი ხეთყის შეტანა, რომელიც არ არის მარკირებული. თუ სახერხის საამქროში შეაქვთ საშეშე მერქანი, ის აუცილებლად უნდა იყოს დაპოვებილ დაჩეხილი. დანარჩენ შემთხვევაში სახერხის საამქროში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არამარკირებული უკანონო ისეთი ხეთყის შეტანა, რომლის მიკვლევადობა შეუძლებელია. ესეთი ხეთყი არის უკანონოდ მოპოვებული და სახერხის საამქროს მიმართ გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ზომებიც უკვე ამ ცვლილებების შემდეგ. აქამდე საამქროს არ ქონდა ეს ვალდებულება? საამქროს ყოველთვის ქონდა ეს ვალდებულება 2011 წლიდან, თუმცა იყო ადმინისტრაციული პასუხისგებლობა, იყო განსაზღვრული საჯარიმო სანქციები და ეხლა საჯარიმოს თან დაემატა გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისგებლობაც. გარდა ამისა, სახერხის საამქროებს ასევე აქვს ვალდებულება, რომ
იზრდნენ დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ნიშნავს რომ ეს არის უკანონოდ მოწყობილი სახერხი საამქრო რომელიც მთავარი მიზანი არის რომ უკანონოდ მოპოვებული ხეტყი გადაამუშავოს უკანონოდ მოწყობილი სახერხი საამქრო არსებობის და შექმნის მთავარი მიზანი არის რომ უკანონოდ მოპოვებული ხეტყი გადაამუშავოს და შესაბამისად მათ მიმართ გამკაცრდა სანქციები თუ იყო ჯარიმა და თავის ასეთი სახერხის საამქროს მოწყობაზე პირველ შემთხვევაში ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ეხლა გაიზარდა 1-დან 3 წლამდე, განმეორების შემთხვევაში თუ იყო 3 წლამდე გაიზარდა 3-დან 5 წლამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში გაიზარდა 5-დან 7 წლამდე. აი ერთი არის თქვათ მესმის რომ ალბათ რაღაც პრაქტიკიდან გამომდინარე ესრულებები მოხდა, ხო? და დაკვირვების შედეგად ალბათ. თუ კი სახერხი საამქროს სამ შემთხვევაში ვალდებულებაც იყო რომ თქვა წარმოშობისთვის ყურადღება მიექცია და არ ქონოდა სათქმელი რომ მომიტანა და ხო მე რატო უნდა ვეძებო საიდან მომიტანა თავარია რომ მოვიდა და თუ უკანონო იყო თქვენ რატო გამოატარეთ მაშინ გზაზე და ჩემამდე რატო მოვიდა ანუ ამას ვერ იტყვის იმიტომ რომ გამოატარეს ვერ გამოატარეს მოვიდა როგორ მოაღწია არ აქვს მნიშვნელობა მან უნდა მოითხოვოს დოკუმენტი ახლა იმ დოკუმენტს თუ გააყალბებს ეს უკვე ცალკე საქმეა წარმომდგენი და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საამქროს მფლობელს მაგრამ თუ კი თქვაც ადრე იყო 1 წელი ციხე პირობითად და ჯარიმა ამ 1 წლის მერე არ ვიცი როგორ იყო ბრუნდებოდა და საამქროს ისევ ამუშავებდა ან შეიძლება ერთი კაცი გადიოდა მაგრამ საამქროს სხვები ამუშავებდნენ და ის ისევ აგრძელებდა მუშაობას ამ შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე გაზრდით რა იცვლება მაინც ხო იგივე სქემა დარჩება ალბათ და მოკლედ ამას ვკრავ კითხვის აი ამ ფორმით ამ ცვლილებებით რამდენად ეფექტიანად გვექნება ჩვენ თავარი მიზანი აქ ხო მიზანი არ არის ჯარიმის გაზრდა ხო აქ მიზანია რომ ხეტყის უკანონო ჭრა შემცირდეს და განადგურება კი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის ნახეთ თავიდანვე რომ მივყვეთ თქვენ კითხვას პირველი სახერხ საამქროს ეკრძალება რომ მან თავის სახერხ საამქროს შეიტანოს არამარკირებული ხეტყი ეს ნიშნავს რომ ხეტყეს აუცილებლად უნდა კონდეს ფირნიში სპეციალური ფირნიში რომელიც უნდა მოძროს მხოლოდ სახერხ საამქროს აი დანადგარზე განთავსებისთანავე მხოლოდ მაშინ შეიძლება მოძროს მან უნდა აღრიცხოს შემოსული ხეტყი აუცილებლად მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა არსებობს ჩვენ სამინისტროში რომელსაც მართავს ამ შემთხვევაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვინაიდან ის აკონტროლებს სახერხ საამქროებს და საერთოდ აი ეს კონტროლი ხდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ელექტრონულადაც. შეიძლება კაბინეტიდან გამოვავლინოთ კონკრეტულად რომელ სახერხ საამქროში, რომელი ხეტყე შევიდა არასწორად. ესეთი სიტუაციებიც ხდება დარღვევაში. მონაცემებს ელექტრონულად. თუ კი შეიყვას მონაცემებს ელექტრონულად, ან გადამოწვევის შედეგადაც შეიძლება გამოვლინდეს დარღვევა. პირველი ეს შეკითხვა. მეორე რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გამკაცრდა თუ არა სანქცია, გამკაცრება რა შედეგს გამოიღებს, აუცილებლად გამოიღებს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ პრევენცია, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ დარღვევა თავიდან ავიცილოთ და შემაკავებელი გარემო შევქმნათ, შემაკავებელი ეფექტი შევქმნათ. სამწუხაროდ უკვე არსებული სანქციები ანალიზმა გვაჩვენა, რომ თლად 100% შეკავების ეფექტს ვერ იძლეოდა და დარღვევები მაინც იყო წლების განმავლობაში, რაზეც მიგვითითებდა წლების სტატისტიკა. და რაც შეეხება ახლა იურიდიულ პირს საქმიანობის უფლებასთან დაკავშირებით თქვენი შეკითხვის მესამე ნაწილი. აი ამ სიტუაციაში დაწესდა ახალი სანქცია იურიდიული პირის მიმართ და მას შეიძლება ჩამოერთოს საქმიანობის უფლება 3-დან 5 წლამდე. ესეც არის რომ 5 წელი ის ვერ განახორციელებს საქმიანობას თუ ესეთი სანქცია დაუწესდება მას რა თქმა უნდა მიღებული იქნება ესეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად მან შეიძლება 5 წელი ვერც იმუშაოს ამ სფეროში. ანუ ამ გრძელვადიანობის ელემენტმა იმოქმედოს იმაზე რომ და კონდეს პრევენციული და შემაკავებელი ხასიათი. და ამ შემთხვევაში ამ საამქროს მფლობელი იურიდიული პირი პერსონალური ის იქნება პასუხისმგებლობის ქვეშ და როცა თქვათ ჯარიმა იქნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ დაეკისრა ამ ასობაში ეს საამქრო რა შვება მისი დაშლა ხდება ვალდებულება როგორია თუ ღიაცის ქვეშ არის შეუძლია გაყიდოს როგორ არის
რას თქმა უნდა, ითვალისწინებს თუ კანონი? საქმიანობის უფლება შეუწყება, ამ სიტუაციაში მას აღარ ექნება, რომ დანადგარზე ამუშაოს, მიიღოს ხეთყე და დალუქულ მდგომარეობაში იქნება ვალდებული, რომ არ ამუშაოს ეს სახერხის საამქრო იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც სასამართლო დააკისრებს. ანუ იურიდიული პირის მიმართ ასეთი სანქციის შემოღება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გაზრდა იმ ესე იგი თავისუფლების ვადის აღკვეთის პერიოდისა. ვინაიდან მას უნდა ქონდეს შემაკავებელი ეფექტი და არ უნდა უღირდეს სახერხის საამქროს მფლობელს, რომ მან თავის სახერხის საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხეთყე შეიტანოს, გადაამუშაოს და მერე გაყიდოს ბაზარზე უკანონოდ მოპოვებული რესურსი. ხო, იმიტომ რომ ჯარიმა ერთია, შეიძლება იმდენ ფინანსურ ხელს ნახულობს, რომ უღირს იმ ჯარიმის გადახდა, მაგრამ სისხლის სამართლის რამდენიმე წლიანი პასუხისგებლობა უკვე სხვა ელემენტია. ჩვენ თქვენ ბრძანდებით გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი და საინტერესოა, რადგან ჩვენ საუბრობთ ახლა ხეთყის უკანონო მოპოვებაზე, სტატისტიკა თქვათ 1 წლის როგორი გვაქვს ან ბოლო პერიოდის დიახ 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე სამწუხაროდ 511 ფაქტია გამოვლენილი უკვე უკანონო ტყით-სარგებლობის, რომელშიც შედის ხეთყის უკანონო მოპოვებაც, ტრანსპორტირებაც და გადამუშავებაც, ასევე სისხლის სამართლის ფაქტებიც არის გამოვლენილი 19 ერთეული. ბოლო ერთი თვე რო შევაჯამოთ მარტის თვე ეს უბრალოდ იმიტომ ამბობთ ამ სტატისტიკას რომ ხაზი გაუსვათ თუ კიდე რამდენად დიდი გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში ხეთყის უკანონო მოპოვება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 150 ფაქტია გამოვლენილი როგორც ჭრის, ასევე ტრანსპორტირების და გადამუშავების. კერძოდ 127 ფაქტი იყო ჭრა და ტრანსპორტირება და დანარჩენი იყო სახერხის საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა. ჩვენ სახერხის საამქროზე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ სახერხის საამქროს განსაზღვრული აქვს ტექნიკური რეგლამენტით, სად უნდა იყოს განთავსებული, როგორ უნდა მოახდინოს ხეთყის მიღება, როგორ უნდა მოახდინოს გადამუშავება, როგორია მისი ოპერირებისთვის დადგენილი წესები, სად უნდა განათავსოს ნარჩენები, რა ფორმით, რა წესით და მთელი რეგულაციები აქვს, ანუ ტექნიკური რეგლამენტი არის ცალკე, რომელიც განსაზღვრავს სახერხის საამქროს ფუნქციონირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნულის დარღვევა, რა თქმა უნდა, იწვევს შესაბამისი რეაგირების პასუხისმგებლობის ომეს. რაც შეეხება სტატისტიკის გაანალიზებას, სამწუხაროდ არსებული ციფრები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ საჭიროა ამ კუთხით უფრო ეს სანქციების შემოღება სწორედ იმან განაპირობა, რომ ჯერ კიდევ მაღალია ხეთყით უკანონო სარგებლობის ფაქტები ჩვენ ქვეყანაში. რეგიონული მაჩვენებლით მადლობა ღმერთ ჩვენ მიუხედავად სხვა ტიპის რელიეფისა და კლიმატისა მთელ საქართველოში გვაქვს ბუნებრივი ტყეები და ბიომრავალფეროვნება ესე ვთქვათ მოცულობითია. ხეთყის უკანონო ჭრის ფაქტების კუთხით სტატისტიკა როგორია? დიახ. რომელ რეგიონს აქვს უპირატესობა? ამ ბოლო პერიოდში ძალიან ლიდერობს კახეთი, სამწუხაროდ ეს ბჭყალებში ამბობ ლიდერობს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფაქტი რაოდენობრივად ვრცელ გამოვლენილია კახეთის რეგიონში, ასევე სამეგრელო ზემოსვანეთი, იმერეთი, ეს არის ძირითადი რეგიონები, სადაც უფრო მეტია. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ჩვენი ტყის შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო მეტად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ტყე არის ბუნებრივი წარმოშობის. ეს არ არის, ეს ძალიან დიდი ბუნებაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ტყის მასივები, ოღონდ ყველა მათგანი ხელოვნურად გაშენებულია. ბოლო ინვენტარიზაცია, რომელიც ჩატარდა ბოლო წლებში 2023 წელს დასრულდა ეს ინვენტარიზაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა დონორების ხარდაჭერით, რა თქმა უნდა, GIZ-ის ხარდაჭერით და ითქვა, რომ 44.5%-ია ქვეყნის ტერიტორიის დაფარული ტყის საფარით, რაც თითქოს ოპტიმისტური ციფრია, თუმცა ნახეთ როგორი სიტუაცია არის, ხარისხობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამება იმას, რაც იყო. ანუ უკანონო ჭრა არის სწორედ ის მიზეზი, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოწვევი ტყის ხარისხობრივი ცვლილებისა. რატომ? თუ ტყის ჭრა მიმდინარეობს გეგმაზომიერად, ამ სიტუაციაში პირველ რიგში დაავადებული, დაზიანებული და ფუტუროიანი ხეები იჭრება და შემდგომში ხდება ჯანსაღი, სათესლე ხეები, ჯანსაღი ხეები შეიძლება მერე დაინიშნოს ტყაში. როდესაც გეგმაზომიური ჭრა და როდესაც სწორად ხდება და როდესაც მართვის ორგანო ატარებს. როდესაც იგივე საშიშეთ იძლევა გაცემულია კონკრეტული ტალონები, ხო, ეგრეთ წოდებული. დიახ, ბილეთები. როდესაც დიახ და როდესაც მართვის ორგანო თვითონ ატარებს ამ ჭრას. და მონიშნული აქვს ეს ნიშნავს ტყეკაპს, რომ ჩვენი ტყის
ჭრის წესების თანახმად ინიშნება ტყეკაფი, რომელიც არის ხე-ტყის დამზადების ადგილი და სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება მოპოვება, მაგრამ უკანონო ჭრის დროს ბრაკონიერი მიდის და ჭრის ჯამრთელ სათესლე ხეს. შესაბამისად ხდება ჯიშთა ცვლაც. მოდის შემდგომში ამ დეგრადირებულ ფართობებზე სწრაფად მზარდი სახეობები და შესაბამისად ნელ-ნელა წიწოვანს ან სხვა ღირებულ დღევანდელ დღეს მით უმეტეს ჯიშებს, ხო? და შესაბამისად ჯიშთა ცვლის პროცესი იწყება და იცვლება ტყის ხარისხობრივ შემოქმედებას. ამიტომ არის კრიტიკულად პრობლემური ხე-ტყის უკანონო ჭრა და 2026 წლის 1 იანვრიდან ჩვენი სამინისტრო და სამინისტროში იცით რომ არის მართვის ორგანოების ეროვნული სატყეო სააგენტო დაცულ ტერიტორიები გადადის უკვე ტყის მსგავსი მართვის პრინციპებზე. ანუ ტყის ჭრა და ესე იგი ტყის ხე-ტყეფების გამოყოფა, მონიშნა და დამზადება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მართვის ორგანოს მიერ. ანუ თუ დღეს სოციალური ჭრის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოჭრას მონიშნულ ტყეკაპზე ხე და ეს გარკვეულად რისკს ზრდის რომ არა მონიშნულ ხემდე მივიდეს, არამედ იქვე ახლოს ჯამრთელი ტყე ხე მოჭრას და დაავადებული ნაცვლად ჯამრთელი მოჭრას, ამის ნაცვლად იქნება მდგრადი სარგებლობის პრინციპზე დაფუძნებული და საქმიანი ეზოში მოხდება ხე-ტყის გამოტანა და ვიწოდება მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, იმას რასაც აკეთებდა მოსახლეობა სპეციალური გაცემული ბილეთით, ხო? ამას გააკეთებს უკვე თვითონ ეროვნული სატყეოს მართვის ორგანოები. მათ გამზადებულ შეშას მისცემს უკვე საქმიან ეზოში. დიახ, და მართვის ორგანოს ფუნქციას მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ აქვთ როგორც მართვის, ასევე კანონახსოვრების ფუნქციად. ანუ ამ ტერიტორიებზე კონტროლი ორმაგია. გარემოსაცვლის ზემოქმედების დეპარტამენტი თავის ხრო აკონტროლებს, სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება, მაგრამ მართვის ორგანოს თვითონაც გააჩნია კონტროლის ფუნქცია და გამოვლენის ფუნქცია. ამიტომ მე რაც ციფრები დავასახელე ახლა მარტში და 2025 წლის 1 იანვრიდან ეს არ არის საქართველოში საერთოდ გამოვლენილი ციფრები. ამას უნდა დაემატოს დაცულ ტერიტორიების მიერ გამოვლენილი, ამას უნდა დაემატოს მართვის ორგანოს მიერ სატყეოს მიერ გამოვლენილი და სხვა დაცული ლანდშაფტები ამ ბოლო პერიოდში, რომლებმაც წესით თვითონ უნდა განახორციელონ კანონახსოვრება ასევე და ჩამური რიცხვი დამერწმუნეთ რომ არ იქნება სასიამოვნოდ მოსასმენი, საკმაოდ დიდი იქნება. შესაბამისად აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროება სწორედ ასეთი ანალიზის საფუძველზე დადგა. ნუ ლოგიკურია და ახლა უნდა დავაკვირდეთ რა შედეგს გამოიღებს და როგორ ევროპაში მაგალითად სადაც ბევრი რამე გარემოს დაცვითი მიმართულებით მოწესრიგებულია და ჩვენც ვიზიარებთ ამ სტანდარტებს. იქ როგორია აი ეს გამოცდილება? დიახ, ზუსტად ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგადად ჩვენს კანონმდებლობაში არა მხოლოდ ტყესთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ცვლილებები გავადა. გვინდა რომ ჰარმონიზება გავაკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ მოწესრიგებულია ეს საკითხები. ხე-ტყესთან მიმართებაში არსებობს მიკვლევადობის სრული ჯაჭვი. მთავარი არის რომ ყოველი ტყე ხე, რომელიც მოჭრილა და რომელიც ევროპელ მომხმარებლამდე მიდის, იყოს მიკვლევადი, იყოს კანონირად მოპოვებული. თუ ის არ არის მიკვლევადი და უკანონთან მოპოვებული, ასეთი ხე-ტყის გამოყენება რა თქმა უნდა ზოგადად აკრძალულია. სტანდარტი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ყველა ხე-ტყე უნდა იყოს კანონიერად მოპოვებული. ანალოგიური სისტემა გვაქვს ჩვენ საქართველოში. ჩვენთან ზოგადად მიკვლევადობა საკმაოდ კარგად გვაქვს აწყობილი და ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან გასაუბრების დროს პირიქით აღთოვანებას გამოხატავდნენ, რომ ასეთი მკაცრი და ასეთი გაწერილი პროცედურულად მიკვლევადობის მექანიზმები საკმაოდ კარგად გვაქვს, იმიტომ რომ აუცილებლად მოჭრილ ხე-ტყეზე უნდა გაიცეს წარმოშობა, აუცილებლად სამასალე მერქანი უნდა მარკირებული იყოს ფირნიში, უნდა კონდეს წარმოშობაში, უნდა მოხდეს ამ ფირნიშების ასახვა. შემდგომში ჩვენ გვაქვს ელექტრონული კონტროლი, სადაც იტვირთება ყველა ეს ჩვენი წარმოშობის ამადასტურებულ დოკუმენტები და ამ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა გვაძლევს ძალიან ბევრი პროცესების ელექტრონულად ხედვის საშუალებას. თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ საჭიროა ალბათ ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. კი ბატონო, ეს უკვე ცოტა შეგნებასთან და ამ ყოველფრის გააზრებასთანაც არის დაკავშირებული და ამ ხრივ ცნობიერების ამაღლება ალბათ მნიშვნელოვანია, როდესაც ფულზე უფრო ღირებული არის ალბათ ისეთი პირველყოფითი ბუნების შენარჩუნება, რაც გამოგვარჩევს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ჩვენი ტყე, რომელიც დაახლოებით 98.5 ბუნებრივი წარმოშობისაა და
არა მარტო ტყე არის, არამედ ის არის სწორედ ის ბერკეტი, რომელიც გვიცავს ჩვენ მეწყრებისგან, ეროზიებისგან და რომელიც ფესვთა სისტემას აქვს წყალდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატშემქმნელი ფუნქცია. თუნდაც გაუდაბნოების ტემპები რო არ არის ისეთი მაღალი ჩვენთან, როგორც შესაძლოა ყოფილიყო, ესეც ხო ალბათ აბსოლუტურად გეთანხმებით და ტყე, რომელიც მაღალმთიან ტერიტორიებზე, ანუ ტყის 60% ზღვის ზონიდან 1000 მეტრზე მეტია განლაგებული, რაც ჩვენ ეხლა ბოლო ინვენტარიზაციამ გვიჩვენა, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ ძირითადი ტყეები მაღალმთიან რეგიონებში არის განლაგებული და მათ სხვა დატვირთვა აქვს. ჩვენ ტყეებს სხვა დატვირთვა აქვს. ჩვენი ტყეები შეიძლება იმდენად დიდი დატვირთვის არის, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, იმდენად მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნება. კი ბატონო, მით უმეტეს მაღალმთიანი ზონების დაცულობას უწყობს ხელს თავისი ფესვთა დაუსრულებელი ქსელით. მადლობა სტუმრობისთვის, ამასობაში ჩვენი საეთრო დრო ამოიწურა. ქალბატონი მაია ჩხობაძე, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ გამოვეხმაურებთ უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისგებლობის ცვლილების იმ კომპონენტებს, რომელთა შედეგიანობაც გათვლილია იმაზე, რომ აისახოს უკანონო ხე-ტყის მოპოვებაზე, თუმცა ის რომ ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტყე და ჩვენი უდიდესი ნაწილი ტყეების არის ბუნებრივი, ნამდვილად გამოგვარჩევს იგივე ევროპისგან, სადაც ეს ყველაფერი დაცული აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი სატყეო ფონდის რამდენიც მე ვიცი მეტი წილი ჩვენგან განსხვავებით არის ხელოვნური ტყეები. და შეიძლება რაღაც კუთხით ხელოვნური ტყე მარტივიც იყოს, იმიტომ რომ შენი გეგმაზომიერად გაქვს მიმართულებები მიცემული, ლანდშაფტს მორგება, ჭრისთვის და ასე შემდეგ, ყველაფერი ზუსტად იცი ეს დარგი 10 წელიწადში ახალს დარგავ ამას გამოიყენებ მასალისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ბუნებრივი ტყის მოვლა კიდე ალბათ სხვა სირთულესთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ შენ უნდა მოერგო იმ ბუნებრივ ფორმაციას ტყისას და არა პირიქით. და ჩვენ ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის ღირებული ვარ ჩვენი ბიომრავალფეროვნებით და იგივე ტურიზმის ნაწილში და იგივე ჩვენი დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება არის სოფლიო აღიარების საგანი და არ ვიცი, ალბათ როგორც ბევრ რამეში სამწუხაროდ და ხშირად და უცხო სიტყვას რო ფასი აქვს, შეიძლება თუ აქ ეს პროცესი ასე გაგრძელდა და თუნდაც ამ ცვლილებებმა არ უშველა და ამ ბუნებრივი სატყეო ფონდის შენარჩუნების კუთხით შეიძლება იგივე ევროპამ თქვას, რომ მოდით იქნებ საერთოდ ექსპორტზე უღარ გამოიტათ თქვენსაც, რომ შევინარჩუნოთ თქვენი ბუნებრივი ტყე და შეიძლება მათგან წამოვიდეს რაღაც ინიცირება, რომ ელემენტები ამოქმედდეს, რომ ჩვენ მივიღოთ აქ ექსპორტზე ეს მასალა და ნუ ნაკლები მოვიხმაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ცოტას მოვიხმართ ალბათ ამ შეშას და ექსპორტი არის სხვა დიდი ბაზარია და ალბათ ესეც არის ის მომენტი, რომელიც ახალისებს ამ ყველაფერზე, შეიძლება ამ კანონებზე უფრო ეფექტიანი გამოდგეს ეს ელემენტები. მოკლედ, იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენ სატყეო ფონდს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია და უნიკალური და რომელიც ჩვენს ღირებულებას კიდევ უფრო ამაღლებს ბიომრავალფეროვნებისა თუ ეკოსისტემის მდგრადობის თვალსაზრისით, მით უმეტეს აი მცვალებად სამყაროში, კლიმატის ცვლილების გავლენის ყოფის სამყაროსთვის, ალბათ ცოტა სხვანაირად უნდა დავფიქრდეთ, გავიაზროთ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, განმარტებებისთვის, წარმატებებს გისურვებთ დროებით.